მოგვიყვებით. მოკეთ ბატონშაო პირდაპირ ეთერში ვარ, რომ გითხრათ დღევანდელი შეხვედრის შესახებ, გქონდათ შეხვედრა უნგრეთის პრეზიდენტთან და რომ შევაჯამოთ ზოგადად უნგრეთში თქვენი ოფიციალური ვიზიტი. დღეს უნგრეთის პრეზიდენტთან შეხვედრით დავასრულეთ საქართველოს პარლამენტის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი უნგრეთში, იყო ძალიან საინტერესო შეხვედრები, დეტალური საუბარი, შედეგიანი შეხვედრები, შედეგები აისახა კიდევაც იმ გადაწყვეტილებებში, რომელიც გუშინ და დღეს ვიხილეთ უნგრეთის მონაწილეობით ევროკავშირის დონეზე. ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთხელ სრული მხარდაჭერა უნგრეთის ხელისუფლების მხრიდან ჩვენს გზაზე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის სახით. მივიღეთ მხარდაჭერა, რომ საქართველოს მიმართ მიდგომა უნდა იყოს სამართლიანი, ფაქტებზე და შედეგებზე დაფუძნებული და ამ მხრივ უნგრეთი იქნება ამ მიდგომის მხარდამჭერი სწორედ ნაცვლად იმ პოლიტიზირებული მიდგომისა, რომელიც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს ახასიათებს და მათ შორის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლებს ახასიათებს, როდესაც ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი აქციეს პოლიტიკური იარაღად საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ქართველებისთვის თავზე მოსახვევად. ჩვენ ვისაუბრეთ, ვიცით რომ დავდეთ ხელი მოვაწერეთ შეთანხმება საქართველოს და უნგრეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის შესახებ და ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება ამ შეთანხმების შესრულებისკენ გადადგმული ნაბიჯები, კომიტეტებს შორის ურთიერთობების გამტკიცების, ერთობლივი შეხვედრების ორგანიზების და გამოცდილების გაზიარების კუთხით. ჩვენ მათ შორის ვისაუბრეთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის იმ ასპექტებზე, თუ როგორ წარიმართოს ეს პროცესი ისე, რომ ამითი რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახოს ქართველმა ხალხმა ერთის მხრივ და თავიდან ავაცილოთ ზიანი, რომელიც შეიძლება ზოგმა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ მოუტანოს ამა თუ იმ სექტორს თუ ამა თუ იმ ჯგუფს საზოგადოების. ასე რომ მიხარია, რომ ნამდვილი მეგობრობა, ნამდვილი ევროპულობა ვიგრძენით უნგრეთის დედაქალაქში. ეს არის ზუსტად ის ევროპული ღირებულება, რომელიც ჩვენ ქართველებს და უნგრელებს გვესმის და რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ. ევროსაბჭოში მიმდინარე პროცესებზეც მინდა გკითხოთ ბატონშაოა. თქვენ იცით, რომ ოპოზიციამ გააგზავნა წერილი საქართველოს დელეგაციისთვის საპარლამენტო ასამბლეაში მანდატების შეჩერების საკითხზე, მიმდინარეობს მსჯელობა. ერთის მხრივ მოლოდინი და მეორეს მხრივ თქვენი ოპონენტების მორიგი ეს მცდელობა, როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ? რას წარმოადგენს ოპოზიცია, ეს ყველამ კარგად იცის და ასევე ვიცით, ვინ არის მათი მფარველები, ევროპის სახალხო პარტია. ეს ის გაერთიანება არის, შეგახსენებთ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დახსნას ცდილობს ციხიდან, ადამიანს, რომელმაც წამების სისტემა შექმნა და მას უწოდებენ მოდერნიზების და დემოკრატიის მაგალითს, ადამიანს, რომელმაც წამების, რეკეტის, მედიის დახურვის სისტემა შექმნა საქართველოში. ეს ის ღირებულებაა, რომელსაც ქართველი ხალხი არ იზიარებს, ამიტომ ევროპული სახალხო პარტიის ინიციატივა იყო, იცით, საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის ასე ვთქვათ, კეჭისხაზე დაყენების საკითხი და მათი მოკავშირე და მათი ასე ვთქვათ მარიონეტები არის ის ოპოზიცია, რომელიც ჩვენ გვყავს, რომელიც მოქმედებს არა საქართველოს ინტერესის, არა ქართველი ხალხის ინტერესის, არამედ სწორედ აი ამ პოლიტიკური დაჯგუფების ინტერესით, რომელიც ცდილობს საქართველოს რაიმენარად დააზიანოს იმისთვის, რომ იმ შემთხვევაში თუ არ მიაღწევენ თავის შედეგებს, შედეგები კი არის მიხეილ სააკაშვილის დახსნა კანონიერი პატიმრობიდან და საქართველოს შეყვანა ესკალაციაში რუსეთთან. ასე რომ ეს პროცესი ხედავთ, რომ ჩვენი დელეგაცია ძალიან მკაფიოდ, ცალსახად და პირდაპირ ამბობს ქართველი ხალხის სათქმელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. იმედი მაქვს, რომ არ დაყვებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური იარაღად ქცევის მცდელობებს ასამბლეის წევრები და გაიაზრებენ იმას, რომ უპირველეს ყოვლისა ეს თავად ასამბლეას დააზიანებს. ასამბლეის მთავარი არსი არის დიალოგის პლატფორმა. თუ კი ეხლა თვალებს დახუჭავენ და
აღარ მოისმენენ არავის სათქმელს და ჩაიხარშებიან საკუთარ ნარატივებში და რიგ შემთხვევაში სრულ ნარატივებში, საბოლოო ჯამში მათ თავად იმ ხალხს, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ, მათ დააზიანებს. საქართველოსთვის ახლა ეს ამ მხრივ იქნება რა თქმა უნდა სამწუხარო ფაქტი, რომელიც უბრალოდ გვაჩვენებს, რომ ხდება საერთაშორისო პლატფორმების პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცევა ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფებების მხრიდან. და დიპლომატიურ პასპორტებზე უნგრეთის გადაწყვეტილება ვნახეთ და ამავდროულად იცით, რომ სლოვაკეთი წინააღმდეგ კიდევ ერთხელ როგორ შეგვიძლია შევაფასოთ ეს გადაწყვეტილება და ვთქვათ უნგრეთის პოზიცია და გასაგებია. ბოდიშ დავამატებ, აი მიზეზად დასახელდა ისევ და ისევ ის კანონები, რომლებიც მიიღო, ხო, პარლამენტმა. თქვენი აზრით, რატომ გახდა მთავარი პრობლემა და ეს კანონები სწორედ გუშინაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება, რომ ოჯახურ დირექტორებთან და არასრულყოფილთა დაკავშირებით კანონი და გამჭვირვალობის კანონი. მე ამ გადაწყვეტილებას უყურებ როგორც პოლიტიკურ შურისძიების ცდილობას ქართული ხალხის მიმართ, რომელიც არ დაჰყვა ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის ხელისუფლებების ცდილობა ჩარეულიყო საქართველოს არჩევნებში, ნახეთ პირდაპირ მიტინგებზე გამოდიოდნენ, საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართული, აფინანსებდნენ პირდაპირ ოპოზიციას, დანიის სახელმწიფო მაგალითად და ასე შემდეგ და ეს არის ჩვეულებრივი ცდილობა, რომ დასაჯონ ქართული ხალხის ხელისუფლება იმის გამო, რომ ქართული ხალხი არ დადის ზღვის ჭკუაზე. ეს ერთი. მეორე, დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით უვიზო მიმოსვლის საკითხი მოწესრიგებულია საერთაშორისო შეთანხმებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რომელიც 2010 წელს არის დადებული. იქ პირდაპირ არის გაწერილი პროცედურები, თუ რა შემთხვევაში შეიძლება რომელიმე მხარემ ევროკავშირმა ამ შემთხვევაში შეაჩეროს ესათვის მოქმედება. თქვენ თუ შეხედავთ, აქ არის სულ სამი შემთხვევა. ერთი ეს გახლავთ ჯანდაცვის საკითხები, ანუ თუ რაღაც პანდემია ან ასეთ საკითხი არის ამ დროს შეჩერება. მეორე ეს გახლავთ უსაფრთხოების საკითხები ევროკავშირში შიგნით და მესამე ეს გახლავთ რაღაცად ბოროტად გამოყენება ამ ასე ვთქვათ პროცედურების. არც ერთი ასეთი შემთხვევასთან საქმე არ გვაქვს, როდესაც საუბრობენ რაღაც კანონებს. ამიტომ ცოტა საეჭვო არის სამართლებრივი არგუმენტაცია, რაც ჯერ არ გვინახავს სხვათა შორის, თუ რას დააფუძნეს ეს გადაწყვეტილება და ამიტომ ალბათ საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მხრივ დაინტერესდება, თუ რა სამართლებრივ საფუძვლებზე იყო ეს დამყარებული. და მესამე, დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზა ლიბერალიზაცია ევროკავშირმა მისცა მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს 2010 წელს. 2010 წელი შეგახსენებთ, მოეწერა ხელი. ეს ის პერიოდია, როდესაც არის პიკში მისული წამება საჩახსულების დაწესებულებაში, როდესაც მომხდარია უკვე გირგვლიანის მკვლელობა, ბუტა რობაქიძის მკვლელობა, ვაზრაგაშვილის მკვლელობა, რომელიც გამოუძიებელი იყო, როდესაც დახურულია იმედი, წართმეულია რუსთავი 2, როდესაც გაყალბებულია 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. აი ეს ყველაფერი მომხდარია და ამ დროს ბრუსელმა დააჯილდოვა მიხეილ სააკაშვილი და მისი მწამებელი რეჟიმის შემქმნელები, ზუსტად აი ოფიციალური პირები, უვიზო მიმოსვლით. ხოლო ქართული ხალხისთვის საერთოდ არაფერი არ გაიგო მაშინ ბრუსელმა. 7 წელი საქართველოს მოქალაქეები ჩვეულებრივად ვიზას ვიღებდით, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმისთვის 2010 წელს უვიზო მიმოსვლა დააწესეს. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ დაამარცხა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი, აი 7 წლის თავზე და ქართული ოცნების ცდილობის შედეგად ქართულ ხალხსაც გამოიღო ეს წყალობა ბრუსელმა. ამიტომ ახლა საუბარი იმაზე თითქოს დემოკრატიული უკუსლა თუ დემოკრატია და ასე შემდეგ არის მათი განსაზღვრება, ეს რა თქმა უნდა არის ფარისევლობა. როდესაც 2010 წელს ავტორიტარული რეჟიმის ხელმძღვანელებისთვის გაქვს უვიზო რეჟიმი დაფუძნებული და შემოღებული. ახლა საუბარი იმაზე, თურმე რაღაც დემოკრატიის მიმართ გრძნობელობა აქვს, ეს რა თქმა უნდა არის ფარისევლობა. რაც შეეხება კიდევ ერთხელ საფუძვლად აღებას გამჭვირვალობის კანონისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის, ეს საერთოდ აბსურდი არის, როდესაც ამბობენ იმაზე, რომ იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა
რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის აღმასრულებელი განკარგულება გამოვიდოდა იმაზე, რომ არსებობს დიახაც ორი სქესი, ქალი და კაცი, აი ეს საქართველოს პარლამენტმა თქვა, თურმე ეს გაღიზიანებას იწვევს ბრიუსელში ზოგიერთ ჩინოვნიკს შორის. არ ვიცი ხა ასაპირებენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც გაუქმონ, აბა ერთი ვიზო რეჟიმი მათ დიპლომატებს ნახოთ, აქაც თუ იქნებიან ასეთივე თამამები, იქნება ასეთივე თამამი ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა, განსაკუთრებით ეს შეეხება პოსტსაბჭოთა ხელისუფლებებს და მეორე გამჭვირვალობის კანონი. ანუ აქაც ხო ჩანს, რას ვითხოვთ ჩვენ, რომ იყოს გამჭვირვალე თანხები, მათ შორის ვიცოდეთ ევროკავშირის ბიუჯეტი რაში იხარჯება. დღემდე საქართველოში მოქმედებს ევროპის დემოკრატიის ფონდი, რომელიც სპეცსამსახურების მეთოდებით აფინანსებს პარტიებს, აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს, ეს არაერთხელ აღიარებული აქვს სხვადასხვა ევროკავშირის სხვადასხვა ბიუროკრატ ჩემთან პირადად შეხვედრების დროს და ვამბობთ, რომ უბრალოდ გაასაჯაროვოთ, ასაფინანსებთ და იმის ნაცვლად, რომ გამჭვირვალობაზე იზრუნონ, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლებამ გაბედა და მოითხოვა გამჭვირვალობა უცხოურ დაფინანსებას, ეხლა უნდა თუ დასაჯონ საქართველოს მოსახლეობა. მაგრამ თავად ეს გადაწყვეტილება რომ არის დაცლილია შინაარსისგან იმ მხრივ, რომ ნახეთ ჩვენ მათ შორის უნგრეთის ხელისუფლების განცხადება, რომ ისინი არ აპირებენ ამ გადაწყვეტილების განხორციელებას უნგრეთის ტერიტორიაზე, ну ესეც აჩვენებს, რომ ეს იყო მცდელობა, როგორც ჩანს, ზოგიერთი პოლიტიკური დაჯგუფების ევროკავშირში, რომ დაესაჯათ ქართველი ხალხი და კარგია, რომ გამოჩნდა უნგრეთის სახით ხელისუფლება, რომელმაც არა მხოლოდ წინააღმდეგობა გაუწია ამ გადაწყვეტილების მიღებას, არამედ პირდაპირ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულებას უნგრეთში არ აპირებს. შეიძლება საერთაშორისო შეუძლია ამ გადაწყვეტილებას. ნახოთ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, პრობლემა არ არის თუ კი ოფიციალური ვიზიტის დროს იქნება ვიზის აღება საჭირო, აიღებს ვიზას ადამიანი, ხა ესეც არ არის პრობლემა, ხომ? ანუ კიდევ ერთხელ უბრალოდ ეს მინდა ვთქვა, რომ რამდენად არაევროპული, რამდენად მათ შორის რაღაცნაირად დაბალი საქციელი არის ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ და ზოგადად ქართველი ხალხის მიმართ. ეს არ ეკადრება უბრალოდ ევროკავშირს, მაგრამ იმდენი რაღაცა იკადრა ზოგიერთმა ბრიუსელიდან, რომ რა ვქნათ, ახლა ამასაც ხედავთ, როცა განსაკუთრებით გესაუბრებიან დემოკრატიაზე და იმ კაბინეტებში, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა გუშინ მიღებული, ზუსტად იმ კაბინეტებში შარშან ზურაბ ადეიშვილი ეჯდათ იქ ადამიანი, კრიმინალი, რომელიც იძებნება, რომელმაც წამების სისტემა შექმნა საქართველოში, რომელმაც ვისი სქემები იყო იმედის და რუსთავი ორის ტელევიზიის წართმა ფლობელისგან ზურაბ ადეიშვილის სქემებით მოხდა ეს ყველაფერი და ეს ადამიანი უზით იმ კაბინეტში და მე იმ კაბინეტიდან ქართულ ხალხს ელაპარაკებიან დემოკრატიაზე და სამართლზე დაფინანსების საკითხს. აი ჩვენ რამდენიმე ცოტა ხნის წინ გავცელდა ინფორმაცია, რომ USAID-ის თანამშრომლები არიან შვებულებაში გაშვებული, ეს გადაწყვეტილება არის უკვე მიღებული და ზოგიერთი მათგანი არის იძულებით შვებულებაშიც გაშვებული და მათ ასე ვთქვათ ბრალდებათ იმაში, რომ გვირდისავლას ცდილობდნენ ტრამპის ადმინისტრაციის. ჩვენთანაც მოქმედებს ხო ეს ორგანიზაცია, არის პროექტები, რომელიც ამ ორგანიზაციის მიერ ფინანსდება. რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს უკვე საქართველოს კონტექსტში? ვერ გეტყვით, თუმცა USAID-თან დაკავშირებით იცით, რომ 2020 წლის პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებით USAID-ის ადგილობრივი ოფისი ჩართული იყო პარალელური დათვლის ყალბის შედეგების გავრცელებაში. და მათი მონაწილეობა იყო პირდაპირ ამ ყველაფერში და მე მათ შორის ვისურვებდი, რომ არა მხოლოდ დაფინანსების მხრივ იყოს გადახედვა, არამედ გამოძიებული იქნას USAID-ის მაშინდელი ხელმძღვანელობის ჩართულობა 2020 წლის პარალელური შედეგების, გაყალბებული შედეგების გავრცელების სკანდალში, რომელმაც კინაღამ საზოგადოება არეულობამდე მიიყვანა. ამიტომ გარდა და ესეც არის საერთო ჯამში საფუძველი, რატომაც ხდება გადახედვა დაფინანსებისა, მე გამიკვირდა კიდევაც სასიამოვნოდ გამიკვირდა, რომ პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულებაში
საფუძვლად აღებული იყო, რომ საერთაშორისო დახმარება რიგ შემთხვევაში გამოიყენება ადგილზე, ასე ვთქვათ, გარკვეული არეულობის, ასე ვთქვათ, შეტანაში და მათ შორის აზიანებს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესს. ეს არის ზუსტად ის მიდგომა და ის ხედვა, რომელიც ჩვენ გვაქვს გარკვეულ ასეთ სახის ასე ვთქვათ, ღონისძიებებთან თუ აქტივებებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ USAID-ს რაც შეეხება, არა მხოლოდ დაფინანსების საკითხი, მე ვისურვებდი, რომ გამოძიებულ იქნეს საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობის როლი 2020 წელს პარალელური დათვლის შედეგების, ყალბის შედეგების გავრცელებაში, მზად ვართ მათ შორისო ვითანამშრომლოთ ამერიკის შესაბამის დაწესებულებებთან, ვინაიდან ზუსტადად ჩვენ და მე პირადად USAID-ის მაშინდელი ხელმძღვანელობა გვატყუებდა, რომ თითქოს პარალელური დათვლის შედეგები იყოს სწორი და მე აღმოჩნდა ზუსტად ამ ხელმძღვანელობამ, მათ შორის უცხოელმა ხელმძღვანელობამ ზუსტად იცოდნენ, რომ იყო ყალბის შედეგები, რომელსაც ახსენებდა ისვედი და უბრალოდ გვატყუებდნენ ხელისუფლებას, ატყუებდნენ ქართველ ხალხს და ხელსაფარებდნენ ისვედის მაშინდელ თანამშრომლებს. აი სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით იმის გამო რომ შესაძლოა ეს არ ემსახურებოდეს დაფინანსება ამერიკის საუკეთესო ინტერესს, ხო, სხვა ქვეყნებთან. გავლენა შემცირდება ეს საფრთხეები, როგორი მე ერთ რამეს ვისურვებდი და იმედია რომ აქ ეწავა ეს ყველაფერი. ჩვენ განსაკუთრებით წინა ადმინისტრაციის პირობებში ვიხილეთ რომ საერთაშორისო დახმარება, ანუ ჩვენ ხედავდით გარკვეულწილად ფარისეულურ პოლიტიკას ამ შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებით, როდესაც უცხოელი აქტორები, თქვათ ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთი წარმომადგენელი, რაღაც ასე თქვათ მეორვეთ და მზრუნველად გვევლინებოდა ქართული სახელმწიფოს თუ ქართველი ხალხის. და გვეუბნებოდნენ რომ რაღაცას აკეთებენ არა იმიტომ რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესიდან მოქმედებენ, არამედ ჩვენი ინტერესი, ქართველი ხალხის ინტერესით მოქმედებენ. ხალხი, რომელსაც არ არის ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან არ აქვს და რომელსაც ერთადერთი ფიცი საკუთარი ქვეყნის და საკუთარ კონსტიტუციაზე აქვს დადებული. რაც განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა, არის ის რომ ჩვენება იმისა, რომ ყველა და მიღება იმისა, რომ ყველა სახელმწიფო მოქმედებს, ყველა ერი მოქმედებს საკუთარი ინტერესით. როგორც ამერიკის შეერთებული შტატები მოქმედებს საკუთარი და მხოლოდ საკუთარი ინტერესით, ასე მოქმედებს ქართველი ხალხი საკუთარი ინტერესით. ამიტომ ჩემი ოპტიმიზმი და იმედი არის ის, რომ საერთაშორისო თანამშრომლობაც ამას დაეფუძნება, რომ ამერიკელები ვკითხავენ ჩვენ რა არის ჩვენ ინტერესში, გვეტყვიან რა არის მათი ინტერესი, მათ შორის ჩვენ ურთიერთობასთან, ჩვენ ურთიერთობის მიმართ და ამ ორი ინტერესის შეჯერებით და შეთანხმებით გვექნება შემდეგ თანამშრომლობა და არა ისე, როდესაც მოდიოდა ყოფილი ზოგიერთი დიპლომატი ამერიკის შეერთებული შტატების და სხვადასხვა თანამდებობის პირებს, მათ შორის არჩეულ პირებს ელაპარაკებოდა ქართველი ხალხის სახელით. ეს ეპოქა უნდა დასრულდეს, როდესაც უცხოელები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, რომელსაც საქართველოში ხიქლის და ხაჭაპურის იქით არაფერი გაუგიათ. არ ჩვენი ისტორია იციან, არ ჩვენი კულტურა იციან და არც ის იციან, რაც გვაწუხებს და რა არ გვაწუხებს. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ყველა რეალისტურ პოლიტიკას დაუბრუნოს. შეიძლება სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გუშინ მკითხეთ კიდეც რომ ამერიკულმა გამოცემა ზიგილსმა გამოაქვეყნა თავდაპირველად სალომე ზურაბიშვილის ციტატა, სადაც ის დონალდ ტრამპს მოუწოდებდა რუსეთის წინააღმდეგ სათამაშო მოედნად გამოიყენებინა საქართველოს, თუმცა შემდეგ სტატის ავტორმა ჩაასწორა ეს ციტატა, ასე შტატებმა უნდა გამოაცხადოს პოლიტიკა, რომ კავკასია არ არის კრემლის სათამაშო მოედანი. გაირკვა რომ სტატიის ავტორი არის ვინმე კელი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს მაკეინის ინსტიტუტის ღონისძიებებში. და დავამატებ ამ კითხვას, ეს ციტატა ისე შეიცვალა, რომ ამის შესახებ არ იყო ცნობილი, მათ შორის არც იმ გამოქვეყნებულ სტატიაში და ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც ამერიკულმა პრესამ გააზიარა ეს სტატია და მათ შორის მოყვა პოლიტიკური შეფასებები, აი თქვენი აზრით, ვის ინტერესებშიც შეიძლება ყოფილიყო ზურაბიშვილის ამ მძიმე განცხადების გამოსწორება? თეთრი ძაფით ნაკელი საკითხები არის, სალომე ზურაბიშვილი არის მაკენის ინსტიტუტის მიერ დაქირავებული ადამიანი და მოქმედებს მაკენის ინსტიტუტის დღის წესრიგის შესასრულებლად. ეს არის, რომ დღის იბზისით უბრალოდ საკუთარი დაქირავებული ადამიანებს არ ევცნობირო საკუთარ დაქირავებულ ადამიანებს არ ევინო სიტუაცია საქართველოში. არაფერი ხარ ეს ჩავლილი ამბავია, რაც შეეხება ქალბატონ
სალომე ზურაბიშვილს მაკენის ინსტიტუტიდან ვიცით ახლა უკვე ერთი ლორა თონტონი, მეორე სალომე ზურაბიშვილი, ვიცით რომ არც ერთს და არც მეორეს ქართული ხალხისთვის და საქართველოსთვის სიკეთე აუნდათ. აბუ-დაბიში ვიზიტთან დაკავშირებითაც მინდა გითხოთ, იცით რომ პრემიერ-მინისტრი არის და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა 6 მილიარდის. თქვენი აზრით ეს ერთის მხრივ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მეორე მხრივ ჩვენი მოქალაქეებისთვის? მართლაც ეს არის ისტორიული შეთანხმება, თავისი მოცულობიდან გამომდინარე, 6 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიცია მოიცავს ეს შეთანხმება და ეს თავისთავად გულისხმობს, რომ გავლენა იქნება თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობის დაზე. ზუსტად ეს არის, რასაც აკეთებს ქართული სახელმწიფო მაშინ, როდესაც სხვადასხვა უცხოური ინსტიტუტები თუ ორგანიზაციები ცდილობენ, რომ ძირი გამოუთხარონ ქართულ ეკონომიკას, მათ შორის ოპოზიცია დღეს ზუსტად ამით არის დაკავებული, რომ რაიმენაირად დესტაბილიზაცია შემოიტანოს საზოგადოებაში, რათა ჩვენი ძლიერი სვლა და განვითარება ეკონომიკის რაც გვაქვს რომ შეასუსტონ. ამის მიუხედავად ხედავთ, რომ ტრებისთვის ასე ვთქვათ თვალის დასაწყისად ჩვენ წინ მივდივართ და ზუსტად ეს შეთანხმებაც ამის ნიშანი არის. საქართველოს აქვს ორი მთავარი ეროვნული ამოცანა. ეს არის საქართველოს გამთლიანება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. ამ ორ მთავარ ამოცანას საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ქართულ ხალხთან ერთად, რაც არ უნდა ბევრი ეცადონ შიგნიდან თუ გარედან, რომ ამ გზიდან გადაგვახვევი. ბატონო შავა, ამ ისტორიულ შეთანხმებაზე, რომელზეც ახლა საუბრობთ, ოპოზიცია ეძახის ფლებს. ამბობენ, რომ ამ მასშტაბურ ინვესტიციას საქართველოში მომავალი არ აქვს. რას უპასუხებთ თქვენ კომენტარს? ოპოზიციის და სხვა მტრების ჯინაზე ეს შეთანხმება, ეს ერთი შეთანხმება დაიდო, მეორე შეთანხმება შესრულდება საქართველოს ივლის წინ, ხოლო დაბოღმილი და გაბოროტებული ოპოზიცია დარჩება იმ პროცესების მიღმა, რომელიც მიღმაც ისედაც დარჩენილი არიან, როდესაც ყოველ ჯერზე მოსახლეობა მათ უარს ეუბნება რაიმენაირად მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლებაში. და ბოლო კითხვა მაქვს, მთავარი არხი ახალ დირექტორს გადაუხუაშოს არხის მიზანმიმართულ დაზიანებაში ადანაშაულებს, მედიის დახურის მცდელობას კი ქართული ოცნების ინტერესს უკავშირებენ. ეს ისრები აქამდეც მოგვისმენია ამ არხის წარმომადგენლებისგან, რომ რაღაც ინტერესი შესაძლოა მართო პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს, თქვენ რომ შეაფასოთ მოვლენები, რომელიც ახლა იქით არის. მთავარი არხი ეს პროპაგანდისტული მედია არის, ზოგადად პროპაგანდისტული მედიას რაც შეეხება, აქ რამეს ვერაფერს ისეც ვერ ვიტყვი, ვიცით რომ სამწუხაროდ ზუსტად რომ პოლიტიკურ პარტიულ მიზნებს ემსახურებოდა, როგორც ჩანს ახლა ამ პარტიას შიდა დაპირისპირება აქვს, ამიტომ ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ერთმანეთში უნდა მოგვარდნენ. დიდი მადლობა. პირდაპირ ეთერში უსმენდით პარლამენტის თავმჯდომარეს. უპრეცედენტო 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიცია საქართველოში თითქმის ერთწლიანი მუშაობის შემდეგ მემორანდუმს ხელი აბუ-დაბიში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა. ემარ ჯგუფის ინვესტიციის ფარგლებში განხორციელდება მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტი თბილისში და გონიოში. ნინო არღულიანია თემით პირდაპირ ეთერში. კეთი 35 წლიანი ისტორიის მქონე კომპანია დღეს 15 ქვეყანაში ოპერირებს და საინვესტიციო რუკაზე მან საქართველოს უკვე მონიშნა 6 მილიარდიან ინვესტიციას ემარ ჯგუფი განახორციელებს თბილისსა და გონიოში, მათ შორის საზღვაო რეგიონში სრულად შეიცვლება ინფრასტრუქტურა, ასევე საუბარია ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე და საუბარია ბრენდების შემოყვანაზე გონიოში, რაც ავჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისთვის პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ რეგიონის სხვა ინვესტორებიც დაინტერესდებიან. გარდა ამისა, მრავალმილიონიანი ინვესტიცია თორნიკე რიჟვაძის განცხადებით რეგიონში აუცილებლად მოიტანს 10,000-ობით სამუშაო ადგილის შექმნას. ამ ინვესტიციებით საქართველოს აჭარის განვითარება გადადის ნამდვილად ახალ ნიშნულზე. ემარი მოგეხსენებათ, რომ გახლავთ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო ჯგუფი და ამ ჯგუფში შემავალი საინვესტიციო კომპანია განახორციელებს ძალიან მასშტაბურ პროექტებს, როგორც თბილისში, ასევე აჭარაში, კერძოდ
გონიოს პოლიგონის განვითარება მოხდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. რაც შეეხება ამ ინვესტიციის მნიშვნელობას, ეს მრავალმილიარდიანი ინვესტიცია ითვალისწინებს ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას, ახალი ბრენდების შემოყვანას ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში, ახალი ტექნოლოგიების შექმნას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ინვესტიციებით კიდევ უფრო მეტი სტიმული მიეცემა როგორც კერძო სექტორს, ასევე კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება საქართველოს ეკონომიკა, აჭარის ეკონომიკა, შეიქმნება 10,000-ობით ახალი სამუშაო ადგილი და დარწმუნებული ვარ, რომ ემარის ჯგუფის შემოსვლით საქართველოში კერძო სექტორი, ჩვენი დეველოპერები, უძრავ ქონებაში დასაქმებული ბიზნესმენები კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ და რეალურად ეს ინვესტიცია მისცემს შესაძლებლობას საქართველოს, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო გაძლიერდეს და საბოლოოდ წელში გაიმართოს. 6 მილიარდიანი ინვესტორი საქართველოში დამატებით ინვესტიციებს ნიშნავს. ამას ამბობენ ემარ ჯგუფის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით ანალიტიკოსები, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ ასეთი მასშტაბის და ასეთი გავლენის მქონე ინვესტორის საქართველოში შემოსვლა განავითარებს მცირე და საშუალო ბიზნესს და ასევე ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის გამყარებას, რადგან ლარის კურსი ანალიტიკოსების განცხადებით დამოკიდებულია სწორედ უცხოურ ინვესტიციებზე. 6 მილიარდის ინვესტიცია ბუნებრივია გარკვეული დროის განმავლობაში არის მნიშვნელოვანი სტიმული ქვეყნის ეკონომიკისთვის, ყოველთვის, როდესაც საუბარია მასშტაბური პროექტების განხორციელებაზე, ეს ავტომატურად ნიშნავს თამდევი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. 6 მილიარდიანი ინვესტორი ავტომატურად ნიშნავს დამატებით ინვესტორებს საქართველოში, ანუ ეს ნიშნავს მეტს ვიდრე 6 მილიარდი. მსგავსი ტიპის მესიჯი დაფიქსირებული, რომ საქართველოში უნდა განხორციელდეს 6 მილიარდის ინვესტიცია ძალიან მაღალ რეპუტაციული ბიზნეს ჯგუფის მიერ, ავტომატურად ნიშნავს ქვეყნისადმი მეტი ინტერესის გაჩენას სხვა ინვესტორების მხრიდან. ეს რა თქმა უნდა, როგორც პირდაპირ, ისე ირიბი სტიმულია შემდგომი ეკონომიკური ზრდისთვის. ამავდროულად, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ლარის კურსის გამყარებაზე, თავარი ფაქტორი, ერთ-ერთი გამოკვეთილი, რომელიც ეროვნული ვალუტის კურსის სიმყარის გარანტია არის სწორედ პირდაპირ უცხოური ინვესტიციები და ამ შემთხვევაში საუბარია სწორედ 6 მილიარდის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას. ინვესტიციის მოცულობაზე რომ ვისაუბროთ და მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ დეველოპმენტის მიმართულებით, აქ უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ეს იწვევს ძალიან მაღალი დასაქმების მაჩვენებელს. მეორე ეს არის, რომ სოციალური ფაქტორი ჩვენს ქვეყანაში უმჯობესდება, იმიტომ მოსახლეობას ეზრდება შემოსავლები და მათ უჩნდებათ მეტი დანაზოგი იმისათვის, რომ უფრო გაიუმჯობესონ ცხოვრების პირობები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თვითონ კონკურენციის ხარისხიც უნდა აღვნიშნოთ ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ როდესაც ესეთი ცნობილი მსხვილი ჯგუფი შემოდის სამშენებლო სექტორში ქვეყანაში, ბუნებრივია არსებულ კომპანიებს მოუწევთ მათთან კონკურენცია, მოუწევთ გააჯანსახონ ბიზნეს გარემო, ეს აისახება როგორც ფას წარმოქმნაზე, ასევე თვითონ სამშენებლო ხარისხსაც. ეს აუცილებლად დაეტყობა ჩვენს ქვეყანას და ეკონომიკას და გადაცემის ეფექტი ძალიან ბევრი ეკონომიკის დარგზე ექნება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად საქართველოში 6 მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია განხორციელდება, ხელი მემორანდუმს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოეწერა. პირდაპირ ეთერში ნინო არღულიანი საუბრობდა. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში აცხადებენ, რომ ამ შეთანხმებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. დააჩქარებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს, შეიქმნება ახალი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და განსაკუთრებით შეუწყობს ხელს ქვეყანაში პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვას. უპრეცედენტო მასშტაბის საინვესტიციო შეთანხმება გაფორმდა აბუ-დაბიში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს. ასეთი მასშტაბის უცხოური პირდაპირ ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელებულა. ვფიქრობ, რომ ეს არის არამხოლოდ ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი რიცხვებში გამოხატული, რაც თავისთავად მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს ზოგადად ეკონომიკურ ზრდას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ცალსახად მნიშვნელოვანი, არამედ მას მნიშვნელოვანი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ზოგადად პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეს არის ისეთი კომპანიის საინვესტიციო გადაწყვეტილება, რომლის საინვესტიციო პოლიტიკას ძალიან ბევრი დეველოპერი, საერთაშორისოდ წარმატებული კომპანია თვალს ადევნებს და მის
ფორმის გადაწყვეტილებებს მიყვება ხოლმე, შესაბამისად საქართველოს საინვესტიციო რუკაზე კიდევ უფრო მიმზიდველი ადგილი ხდება. ამას რა თქმა უნდა განაპირობებს ჩვენთან შექმნილი ხელსაყრელი ეკონომიკური მდგომარეობა, დღეს სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა გააჩნია საქართველოს, ასევე საინვესტიციო კლიმატი, ბიზნესის კეთების გარემო და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იყო მოტივატორი ამ საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების. არც ერთი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღება არ ხდება მყისიერად, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია ესეთი უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიციაზე ქართულ ეკონომიკაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაახლოებით 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიდის ძალიან აქტიური მუშაობა საქართველოს მთავრობასა და ინვესტორ მხარეს შორის. ამ პროცესში ჩართულია ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად და ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს აწარმოეს საქართველოს საინვესტიციო გუნდს და მიმართულებას. ამ ეტაპისთვის განსაზღვრულია 2 კონკრეტული პროექტის და ლოკაციის კონცეპტუალური ხედვა და სხვა დეტალები. გუშინ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომავალი დაახლოებით 1 წლის განმავლობაში მოხდება ორივე მიმართულებით გენერალური განვითარების გეგმის შემუშავება და დამტკიცება, ასევე მნიშვნელოვანი სამუშაო იქნება გაწეული არქიტექტურული კონცეფციის და არქიტექტურული პროექტის მომზადების თვალსაზრისით და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შეთანხმდება მხარეთა შორის თანამშრომლობის ჩარჩო ინვესტორსა და საქართველოს მთავრობას შორის. სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მონიტორინგის კომიტეტის სხდომა დასრულდა. ასამბლეის წევრებმა განიხილეს გუშინ სხდომაზე დაყენებული საკითხი, რომელიც ქართული დელეგაციის უფლებამოსილების აღიარებას ეხება. კეთი ქარდავა გვერდდება სტრასბურგიდან პირდაპირ ეთერში. ჩვენი ინფორმაციით ახლა ასამბლეის წევრები მსჯელობენ და უნდა შეთანხმდნენ იმაზე, თუ რა ჩაიწერება პირობებში, ანუ თუ ეს ვერსია გამართლდა და შეთანხმდებიან ამ მიმართულებით წავიდნენ და დებატებზე ეს საკითხი გაიტანონ, მაშინ მოხდება დათქმებით, გარკვეული დრო იქნება დასახელებული, სავარაუდოდ ეს იქნება გაზაფხულის სესიამდე და ასე მოხდება უფლებამოსილების ამჯერად ზამთრის სესიაზე დადასტურება და მანდატების აღიარება. წინასწარ პროგნოზის გაკეთება ყველას უჭირს, მაგრამ როგორც ჩვენ გვითხრეს, ასამბლეის წევრები, დეპუტატები, მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები უფრო ამ მიმართულებით მიდიან და მიაჩნიათ უმრავლესობას, რომ ეს იქნება სწორი, მოხდეს აღიარება, მაგრამ მოხდეს არა უპირობოდ, არამედ გარკვეული პირობებით. ის თუ რა არის წითელი ხაზები ქართული დელეგაციისთვის, მმართველი გუნდისთვის და ხელისუფლებისთვის, ამაზე ქრონიკასთან დღეს ვრცლად ისაუბრა თია წულუკიანმა და მათ შორის ერთ-ერთი პირველი აღნიშნა ის, რომ საქართველოში არჩევნები ხელახლა არ გაიმართება და ეს არის მათთვის წითელი ხაზი და ყველა შეხვედრაზე ამას ადასტურებს თია წულუკიანი და დელეგაციის ყველა წარმომადგენელი, როგორც ისინი აცხადებენ. მონიტორინგის კომიტეტის სხდომა დასრულდა, როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, ეს არის კონფიდენციალური. ჩვენ ვესაუბრეთ ეკა სტეფაშვილს, რომელიც ესწრებოდა ამ კომიტეტს ოპოზიციის კვოტით. სხდომაზე იმყოფებოდა და სიტყვით გამოვიდა დელეგაციის ხელმძღვანელი თია წულუკიანი და ასევე მიწვეული იყო თინა ბოკუჩავა. ჩვენ შევეცადეთ, რომ გაგვეგო რა შეიძლება მეტი ამ სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების შესახებ. ეკა სტეფაშვილმა განმარტა თუ რა იყო დელეგაციის წარმომადგენლების აზრი და თუ რატომ უნდა მოხდეს უფლებამოსილების აღდგენა და არ დაისაჯოს საქართველო. მე დამსწრე საზოგადოებას შევახსენე, რომ სანამ გადაწყვეტილებას გამოიტანენ, აუცილებლად გაითვალისწინონ ის გარემოება, რომ საქართველოს დღესდღეობით არის ოკუპირებული ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები არიან რუსეთის ფედერაციის მძევლები. ოკუპაცია და ეს რუსეთთან დაკავშირებით ამას იმიტომ ვახსენებ, რომ ჩვენ ხელისუფლებას ბრალს დებენ, რომ ჩვენ ავართ რუსეთის მოკავშირე ასე ვთქვათ, ხელისუფლება ვატარებთ რუსულ პოლიტიკას და არ გვინდა ევროპა და მივიწევთ რუსეთისაკენ. ეს არის ძირითადი ბრალდებები, რაც მათგან ჟღერდება. უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით თუ ეს მოხდა დათქმებით, მე ამისი კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, იმიტომ რომ არ მიმაჩნია ეს არის სწორი პოზიცია და მე ამის შესახებ განვაცხადე სხვადასხვა სხდომებზე და მათ შორის მონიტორინგის სხდომაზეც, იმიტომ რომ ნებისმიერ ქვეყანაში ჩვენ იოლად მოვნახავთ ნებისმიერ დარღვევას, იქნება ეს ადამიანის უფლებების თვალსაზრისით,
თვალსაზრისით, არჩევნების ჩატარების თვალსაზრისით, თუ თუნდაც პოლიციის მიერ ძალის გადამეტებით გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება მოხდეს გერმანიაში, საფრანგეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერი ასეთი დარღვევის დროს ევროსაბჭომ უნდა გარიცხოს ქვეყანა და ან უნდა შეუჩეროს უფლებამოსილება. მე არა ვარ ამის მომხრე და ეს ეწინააღმდეგება თვითონ ამ ორგანიზაციის სადამფუძნებლო პრინციპებს. ჩვენ ექსტრემისტი ოპოზიცია ვითხოვთ ადამიანის უფლებების დაცვას ქვეყანაში და დღეს ჩვენი პარტია კონკრეტულად აქ ითხოვს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით იყო ძალიან ობიექტური შეფასებები, იმიტომ რომ ეს არის ეროვნული ინტერესი, ეს არის სახელმწიფო ინტერესი, ეს არის ფუნდამენტური პრინციპი საქართველოს ასე ვთქვათ შემოერთების ევროსაბჭოში და საპარლამენტო ასამბლეის ესეთ ფუნდამენტური პრინციპი. ან ჩვენ ვიბრძვით ადამიანის უფლებებისთვის, სახელმწიფო ინტერესებისთვის და რასაც აკეთებს ხელისუფლება არის სამწუხაროდ ეროვნული ინტერესების ღალატი. მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე მიწვეული იყო თინა ბოკუჩავა, ჩვენ გვსურდა მასთან გასაუბრება, გუშინაც ვთხოვეთ კომენტარი და დღესაც კომიტეტის სხდომის დასრულებისთანავე თინა ბოკუჩავამ გითხრა, რომ მას უფრო ურჩევნია, რომ გააკეთოს საერთო კომენტარი, რომელსაც გადააგზავნის თბილისში და შემდეგ თბილისში პარტიის წარმომადგენლები გაავრცელებენ მას მედიისთვის, ასევე დაგვპირდა, რომ მოვიდოდა ჩვენთანაც ქართულ მედიასთან აქ სტრასბურგში და გააკეთებდა კომენტარს, ის თუ არის მისი პოზიცია და რა შეხედულებები გააცნო მონიტორინგის კომიტეტის წევრებს, თუმცა ამ დრომდე თინა ბოკუჩავა ჩვენთან არ გამოჩენილა. და კიდევ ერთი ცოტა ხნის წინ გავრცელდა ხვალინდელი დღის წესრიგი, სადაც წერია, რომ დებატების ნაწილი დაიწყება 4-ის ნახევარზე ადგილობრივი დროით, ანუ 7-ის ნახევარზე თბილისის დროით და გაგრძელდება 8 საათამდე, ანუ 11 საათამდე. საქართველოს საკითხი, დებატები და კენჭისყრა არის მეორე საკითხი, რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრის შედეგები გვეცოდინება გვიან 8 საათის შემდეგ სავარაუდოდ და გავიგებთ უფლებამოსილება აღდგება თუ არა და აღდგება რა პირობებით. ეს იყო ჩართვა სტრასბურგიდან და კეთი კარდავა. ოპოზიციის მოთხოვნა საქართველოს დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე ქართული ოცნებისთვის მორიგი დასტურია იმის, რომ რადიკალური ოპოზიცია საკუთარ სამშობლოს ებრძვის. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ხელისუფლების ოპონენტები იმ საგარეო პოლიტიკური აქტორების დაკვეთით მოქმედებენ, რომლებსაც საქართველოს წარმატება არ სურთ. გაყალბებული არჩევნების შემდეგ ქართული ოცნება არ არის ქართული ხალხის წარმომადგენელი. აქედან გამომდინარე ის ოპოზიციის მოთხოვნა კი არ არის, ეს არის ქართული ხალხის მოთხოვნა და ეს არის ჩვენი პარტნიორების პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება. მე იმედი მაქვს, რომ იმ რეჟიმს, რომელმაც მოიპარა არჩევნები და რომელსაც ყავს პოლიტპატიმრები, დემოკრატიულ ქვეყნებს შორის ადგილი არ ექნება. ჩვენი ოპოზიცია უკვე დიდი ხანია აქცეული არის შადიმანებად, რომლებიც საკუთარ ხალხს უპირისპირდებიან პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე და რაც თავარია, ყველაზე პრობლემური ის არის, ეს არ არის მათი პოლიტიკური მიზნები, ეს არის მათი ასე ვთქვათ, გარე ხელმძღვანელების პოლიტიკური მიზნები, რომელსაც უსახავენ და ისინი ჩვეულებრივი მარიონეტები არიან. ამიტომ ეს წერილებიც იწერება არა მათ ოთახებში, არამედ მოზდით მითითება. მეორე, რასაც ჩვენ ხედავთ, კიდევ არის სამწუხარო ტენდენცია, რომ ხდება საერთაშორისო ფორმატების პარტიული მიზნებისთვის გამოყენება და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩვენ ხედავთ, რომ ამის რისკია, რომ საპარლამენტო ასამბლეა როგორც დიალოგის ფორმატი აქციონ პარტიული იარაღის ინსტრუმენტად. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები არაყვებიან მათ იარაღად გამოყენების მცდელობებს ზოგიერთი პოლიტიკური დაჯგუფებისგან, თუმცა ნახოთ საერთო ჯამში თუ კი რაიმე ასეთი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს ეს პოლიტიკური დაჯგუფება, უპირველეს ყოვლისა ეს დააზიანებს თავად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ვინაიდან კიდევ ერთხელ ძილს გამოუთხრის მას როგორც დიალოგის პლატფორმას. ოპოზიცია მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, ერთადერთი მიზეზით, რომ რამენაერად ხელში ჩაიგდონ თუნდაც 1 გრამი ძალაუფლება. თავიანთი გარემფარველები ყავთ ჩართული ძალიან აქტიურად, რომ იქნებ რამენაერად აკრედიტაცია ჩვენ ევროპის საბჭომ არ მოგცეს. ეს ხომ საქართველოს წინააღმდეგ კეთდება. რადიკალური ოპოზიციის სამრჩევლების დაფიქრდნენ, რომ როგორ შეიძლება რომ ხარს უჭერდე ისეთ პარტიას და ისეთ ლიდერს, რომლის დღის წესრიგიც ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მოხდეს საქართველოს დისკრედიტაცია ევროპულ, მსოფლიო არენაზე. ჩვენს ქვეყანას ღალატის ბევრი ფაქტი უნახავს ამ
ფაქტსაც, ღალატის ამ მოცემულობასაც აუცილებლად გადაიტანს და გაუძლებს. საზოგადოება კიდე კარგად დაინახავს იმას, თუ თანამედროვე შადიმანები და ორჯონიკიძეები ვის საფარქვეშ იმალებიან. ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა ჩვენ არაერთის ამაზე გვისაუბრია, მაგრამ თვითონვე საკუთარი ხელით ამ ყველაფერს ადასტურებენ, ხან წერილებით, ხან პირდაპირ განცხადებებით, ის რომ ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილების არცნობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე იქნება სრულიად არაობიექტური. ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, ეს ძალიან კარგად იცის ყველამ, ესეც არის შანტაჟის კონკრეტული მექანიზმი. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც დიპლომატიურ პასპორტებზე უვიზო მიმოსვლის შეჩერებას გულისხმობს მმართველი გუნდისთვის არაპარტნიორულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს. გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონები. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ბრიუსელის ეს გადაწყვეტილება ფუნდამენტურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. საკითხზე კომენტარს აკეთებენ დიპლომატებიც. ეს კანონი, რომელსაც ახლა გამჭვირვალობის კანონი ჰქვია, ადრე მას აგენტების კანონს ეძახდნენ და 2 წლის წინ იყო შემუშავებული. მაშინ მმართველმა პარტიამ თქვა, რომ მას გააუქმებდა, მაგრამ ის შარშან მაინც დაამტკიცა. საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, ჩვენი რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა. ვფიქრობთ, რომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა და ამჟამინდელ ვითარებას კარგად ასახავს. ასევე ვფიქრობთ, რომ ეს სიმბოლური ჟესტია ევროკავშირის მხრიდან და პირველი ნაბიჯია, რომელსაც ჩვენ მხარი დაუჭირეთ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა. ჩვენ შუამავლის როლი გვაქვს და ამიტომ ევროკავშირის მოქმედებებს მხარს ვუჭერთ. უნგრეთი არ შეაჩერებს თავის შეთანხმებას საქართველოსთან სამსახურეობრივი და დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო მოთხოვნისგან განთავისუფლების შესახებ, რადგან უნგრეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველოს მომავალი საქართველოში უნდა გადაწყდეს და ქართველებმა მიიღეს მკაფიო გადაწყვეტილება. მოსწონს ეს ბრიუსელს თუ არა? მე ამ გადაწყვეტილებას უყურებ როგორც პოლიტიკურ შურისძიების ცდილობას ქართული ხალხის მიმართ, რომელიც არ დაჰყვა ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის ხელისუფლებების ცდილობას ჩარეულიყო საქართველოს არჩევნებში. ნახეთ პირდაპირ მიტინგებზე გამოდიოდნენ, საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართული, აფინანსებდნენ პირდაპირ ოპოზიციას. დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზა ლიბერალიზაცია ევროკავშირმა მისცა მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს 2010 წელს. ბრიუსელმა დააჯილდოვა მიხეილ სააკაშვილი და მისი მწამებელი რეჟიმის შემქმნელები, ზუსტად ოფიციალური პირები, უვიზო მიმოსვლით. ხოლო ქართული ხალხისთვის საერთოდ არაფერი არ გაიგო მაშინ ბრიუსელმა. ახლა საუბარი იმაზე, თითქოს დემოკრატიული უკუსვლა თუ დემოკრატია და ასე შემდეგ არის მათი განსაზღვრა, ეს რა თქმა უნდა არის ფარისევლობა. ძალიან საინტერესოა თუ რა კომენტარს გააკეთებს მაგალითად ევროკავშირი ტრამპის პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართული არის LGBT პროპაგანდასთან, რომელიც გაცილებით მკაცრი არის ვიდრე ჩვენი მიდგომა, ხო? ასევე ძალიან საინტერესოა გამჭვირვალობა, რატომ არის არაევროპული, როდესაც ჩვენი ყველაზე მარტივი კანონით, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებს, ჩვენი კანონი ითხოვს მხოლოდ დეკლარირებას წელიწადში ერთხელ შემოსული და გადარიცხული თანხების, ხო? აი ამ გამჭვირვალობაში რა არის არაევროპული და ვის რა აქვს დასამალი? კიდე უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენენ და აქაც ძალიან საინტერესო არის ბატონ ტრამპთან მიმართებაში რა განცხადებას გააკეთებენ, როდესაც მან 90 დღით შეაჩერა აბსოლუტურად ყველა დაფინანსება, რომელსაც ამერიკის მთავრობა ხარჯავდა NGO-ების მიმართულებით იმისათვის, რომ ჯერ შეისწავლონ ამ NGO-ების მუშაობის ეფექტურობა. რეალური მიზეზი იცით ხო, რომ ხოლმე ეს ორი კანონი არა, რეალური მიზეზი არის აქ მეორე ფრონტის არ გახსნა და დასჯა იმ ხელისუფლებისა, რომელსაც ყველაფერი გააკეთა 3 წლის განმავლობაში, რომ ჩვენ ქვეყანაში ყოფილიყო მშვიდობა და სტაბილურობა. არაერთხელ ვისაუბრია უსამართლო დამოკიდებულებაზე, მათ შორის სხვადასხვა განცხადებებზე, რეზოლუციებზე და ასე შემდეგ და როცა ხარ მცირე სახელმწიფო და მანამდე შენ წინა ხელისუფლება ევროპელის იქნებოდა თუ სხვა ჩვენი პარტნიორების ნებისმიერ სურვილს ჩვენი ხალხის საწინააღმდეგო და ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოც კი უსრულებდა, რა თქმა უნდა, ახლა მათთვის მიუღებელია ეს ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე გამოდის. საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირი კვლავ დიპლომატიურ გაურკვევლობას შეაწერს რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი. რიკორდ იოზვიაკი ევროკავშირის მაღალჩინოსაზე დაყრდნობით წერს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო ოდირის დასკვნა, რომლითაც ვერ მტკიცდება, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგები უკანონო ან
არალეგიტიმური იყო. იოზვიაკთან საუბარში საქართველოს მმართველი გუნდისადმი კრიტიკულად განწყობილი ევროპელი მაღალჩინოსანიც კი აღნიშნავს, რომ ბრიუსელში არაღიარების პოლიტიკაზე შეთანხმება შეუძლებელია და დროთა განმავლობაში საქართველოს ახალ პრეზიდენტთან და ახალ მთავრობასთან კონტაქტს გვერდს ვერ აუვლია. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირისგან განსხვავებით ნატოში ვითარება გაცილებით მარტივადაა. რადიო თავისუფლების ევროპულ ბიუროსთან ალიანსის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი განმარტავს, რომ მათთვის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ღაველაშვილია. ევროკავშირში და შედარებით ნაკლები დოზით ნატოშიც კვლავ გაურკვევლობა აქვთ თუ როგორ იმოქმედონ თბილისთან მიმართებით. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, თუ რა მოხდა გასული წლის სადავო საპარლამენტო არჩევნებზე. ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მითხრა, რომ ვერ განვაცხადებთ, რომ არჩევნების შედეგები უკანონო ან არალეგიტიმური იყო. კვლავ მხოლოდ ხარვეზებზეა საუბარიო. მმართველი ქართული ოცნების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსი სანქციების დაწესების საკითხი კი დაიხურა. მწვანე შუქი მხოლოდ დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნებთან დაკავშირებულ სიმბოლურ ზომას აუნთეს. ნატოში კი ყველაფერი გაცილებით მარტივადაა. ერთმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად მითხრა, რომ მოკლე პასუხი კითხვაზე ვხედავთ თუ არა ყაველაშვილ საქართველოს პრეზიდენტად არის კი. ოფიციალურად ბევრს არაფერს ვამბობთ, თუმცა თუ კი სამიტის მსგავს ღონისძიებაზე მოგვიწევს პრეზიდენტის დაპატიჟება, სწორედ მას მოვიწევთო. პარლამენტის თავმჯდომარის უნგრეთში ვიზიტი დასრულდა. შალვა პაპუაშვილი შეხვდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს. მხარეებს შორის დაიდო ჩარჩო ხელშეკრულება, რომელიც ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის მუდმივ თანამშრომლობას გულისხმობს. ვიზიტის დეტალებით ბუდაპეშტიდან მაკუნა აბულაძე გვერდება. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ქართული დელეგაციის შეხვედრა უნგრეთის პრეზიდენტთან და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასრულდა ოფიციალური ვიზიტიც. ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა შეაჯამა ეს ვიზიტი მედიასთან. შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ საკმაოდ ვრცელი იყო ის საკითხები, რომლებზეც მხარებმა ისაუბრეს, თუმცა რა თქმა უნდა ყურადღება გამახვილდა იმ მნიშვნელოვან ასპექტებზე, როგორიც არის მაგალითად საქართველოს ევროპული გზა, გამოწვევები, რომლებიც ამ გზაზე არსებობს, რამდენად მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც უნგრეთს როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანას აქვს, ასევე ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა და ამ პროცესში თითოეული ქვეყნის როლი. ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა თქვა ისიც, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა უკვე ერთმანეთთან პირადად, რომ უნგრეთი რჩება ჩვენი ქვეყნის მთავარ მხარდამჭერად დიდი ევროპული ოჯახისგან მიმავალ გზაზე და მთავარ მოკავშირედ ახალ პოლიტიკურ მოცემულობაში. შალვა პაპუაშვილმა თქვა ისიც, რომ უნგრეთი ნამდვილად არის კარგი მეგობარი და უნგრეთის დედაქალაქში ნამდვილად იგრძნობოდა ევროპა, ევროპული ღირებულებები, ის საერთო პრინციპები, რომლებიც ამ ორ ქვეყანას აქვს შესაბამისად მოლოდინი არის, რომ ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. ვიცით, რომ ამ ორ ქვეყანას საქართველოს უნგრეთს სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, თუმცა მოლოდინი არის სწორედ იმ მემორანდუმის გაფორმების შემდეგაც, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ახალ ეტაპზე გადავა. დღეს უნგრეთის პრეზიდენტთან შეხვედით დავასრულეთ საქართველოს პარლამენტის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი უნგრეთში. იყო ძალიან საინტერესო შეხვედრები, დეტალური საუბარი, შედეგიანი შეხვედრები. ეს შედეგები აისახა კიდევაც იმ გადაწყვეტილებებში, რომელიც გუშინ და დღეს ვიხილეთ უნგრეთის მონაწილეობით ევროკავშირის დონეზე. ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთხელ სრული მხარდაჭერა უნგრეთის ხელისუფლების მხრიდან ჩვენს გზაზე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის სახით. მივიღეთ მხარდაჭერა, რომ საქართველოს მიმართ მიდგომა უნდა იყოს სამართლიანი, ფაქტებზე და შედეგებზე დაფუძნებული და ამ მხრივ უნგრეთი იქნება ამ მიდგომის მხარდამჭერი სწორედ ნაცვლად იმ პოლიტიზირებული მიდგომისა, რომელიც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს ახასიათებს და მათ შორის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლებს ახასიათებს, როდესაც ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი აქციეს პოლიტიკური იარაღად საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ქართველებისთვის თავზე მოსახვევად.
ჩვენ ვისაუბრეთ, ვიცით რომ დავდეთ ხელი მოვაწერეთ შარშულება საქართველოს და უნგრეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის შესახებ და ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება ამ შეთანხმების შესრულებისკენ გადადგმული ნაბიჯები კომიტეტებს შორის ურთიერთობების გამტკიცების, ერთობლივი შეხვედრების ორგანიზების და გამოცდილების გაზიარების კუთხით ჩვენ მათ შორის ვისაუბრეთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის იმ ასპექტებზე თუ როგორ წარიმართოს ეს პროცესი ისე რომ ამითი რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახოს ქართულმა ხალხმა ერთის მხრივ და თავიდან ავაცილოთ ზიანი რომელიც შეიძლება ზოგმა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ მოუტანოს ამა თუ იმ სექტორს თუ ამა თუ იმ ჯგუფ საზოგადოების ასე რომ მიხარია რომ ნამდვილი მეგობრობა ნამდვილი ევროპულობა ვიგრძენით უნგრეთის დედაქალაქში ეს არის ზუსტად ის ევროპული ღირებულება რომელიც ჩვენ ქართველებს და უნგრელებს გვესმის და რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ შავა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია უნგრეთის დედაქალაქში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. ვიზიტი დასრულებულია. პირდაპირ ეთერში მაკუნა აბულაძე საუბრობდა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით USAID-ის 60-მდე მაღალჩინოსანი ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს იმ მიზეზით, რომ ისინი როგორც ჩანს გამიზნულად გვერდს უვლიდნენ დონალდ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებას საგარეო დახმარების 90-დღიანი პაუზის შესახებ. შეეხო თუ არა ეს გადაწყვეტილება USAID-ის საქართველოს ოფისს და რა გავლენა ექნება ტრამპის განკარგულებას მის საქმიანობაზე ამ კითხვებზე პასუხს ქრონიკა საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან ელოდება. თემაზე კეთდება პოლიტიკური შეფასებები. მე ვისურვებდი, რომ გამოძიებულ იქნეს საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობის როლი 2020 წელს პარალელური დათვლის შედეგების, ყალბის შედეგების გავრცელებაში, მზად ვართ მათ შორისო ვითანამშრომლოთ ამერიკის შესაბამის დაწესებულებებთან, ვინაიდან ზუსტადად ჩვენ და მე პირადად USAID-ის მაშინდელი ხელმძღვანელობა გვატყუებდა, რომ თითქოს პარალელური დათვლის შედეგები იყოს სწორი და მე აღმოჩნდა ზუსტად ამ ხელმძღვანელობამ, მათ შორის უცხოელმა ხელმძღვანელმა ზუსტად იცოდნენ, რომ იყო ყალბის შედეგები, რომელსაც ახსენებდა ისვედი და უბრალოდ გვატყუებდნენ ხელისუფლებას, ატყუებდნენ ქართველ ხალხს და ხელსაფარებდნენ ისვედის მაშინდელ თანამშრომლებს. სასიამოვნოდ გამიკვირდა, რომ პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელ განკარგულებაში საფუძვლად აღებული იყო, რომ საერთაშორისო დახმარება რიგ შემთხვევაში გამოიყენება ადგილზე, ასე ვთქვათ, გარკვეული არეულობის, ასე ვთქვათ, შეტანაში და მათ შორის აზიანებს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესს. USAID არის ორგანიზაცია, რომელიც ასე ვთქვათ, აფინანსებს ისვედს. ისვედი არის ორგანიზაცია, რომელმაც პარალელური ხმები უნდა დათვალოს და 2020 წელს კარგად გვახსოვს, რომ თვე-ნახევარი ისინი საზოგადოებას აწვდიდნენ ყალბ მონაცემებს, იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცა რევოლუციური მუხტი აეწია. იმასაც შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, რომ კანვასის ტრენინგი როდესაც ჩატარდა და ეს ორგანიზაცია რომ ჩამოიყვანეს, რომელიც ატრენინგებდა რადიკალური ოპოზიციის ახალგაზრდულ ფრთას, ფრანკლინის კლუბის ახალგაზრდებს რევოლუციურ სცენარებში. ეს ყველაფერი USAID-ის დაფინანსებული იყო და შემდეგ რაღაცა ისეთი ახსნები მოძებნეს, რომ არა ეს ჩვენ ორგანიზაცია ჩამოვიყვანეთ რაღაცა სამედიცინო სფეროში ჩასატარებელი ტრენინგების მიზნით. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება კონკრეტული პირების შეგულებაში გაშვებისა გულისხმობს იმას, რომ ცალკეული მიმართულებები Deep State-ის კვლავ ცდილობს ხელი შეუშალოს პრეზიდენტ ტრამპს საკუთარ პოლიტიკის განხორციელებაში, თუმცა ამ მხრივაც ვიმედოვნებთ, რომ მყარი იქნება ის ნაბიჯები, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია გადადგავს ამ კუთხით და ის განცხადებული პოლიტიკა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, რომელიც გულისხმობს ქვეყნების სუვერენიტეტის გაძლიერებას, რა თქმა უნდა, განხორციელდება და აღსრულდება ამის ყველა ნიშანი უკვე არსებობს. გამოცემა ჰილმა გამოქვეყნებულ სტატიაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ციტატა ჩაასწორა. თავდაპირველ ტექსტში ზურაბიშვილის გზავნილი იყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს უკან უნდა დაახევინოს და საქართველოს სათამაშო მოედნად გამოიყენოს. ჩასწორებული ტექსტის მიხედვით კი ზურაბიშვილის გზავნილია, რომ შტატებმა უნდა გამოაცხადოს პოლიტიკა, რომ კავკასია არ არის კრემლის სათამაშო მოედანი. ამ თემაზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თეთრი ძაფით ნაკერი საკითხები არის სალომე ზურაბიშვილი არის მაკენის ინსტიტუტის მიერ დაქირავებული ადამიანი და მოქმედებს მაკენის ინსტიტუტის დღის წესრიგის შესასრულებლად. ეს არის რომ დღის იბძისით უბრალოდ საკუთარი დაქირავებული ადამიანებს არ ევცნობენ საკუთარ დაქირავებულ ადამიანებს არ ევინონ სიტუაცია საქართველოში. მაკენის ინსტიტუტიდან ვიცით ახლა უკვე ერთი ლორა თონტონი, მეორე სალომე ზურაბიშვილი, ვიცით რომ არც ერთს და არც მეორეს ქართული ხალხისთვის და საქართველოსთვის სიკეთე არ უნდათ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ლამფალუსის ლექციების კონფერენციაში მონაწილეობს, რომელსაც ყოველწლიურად უნგრეთის ეროვნული ბანკი მასპინძლობს. წლევანდელი ღონისძიება უნგრეთის ცენტრალური ბანკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. გაიმართა პანელური დისკუსიები, რომელზეც მონეტარული პოლიტიკის საკითხები განიხილეს. კონფერენციის მიმდინარეობისას ნათია თურნავამ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა. Კონდა შესაძლებლობა შევხედროდი სხვადასხვა ევროპული ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს, განსაკუთრებით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსულ ცენტრალური ბანკირებს. Რა თქმა უნდა, ასევე საქმიანი დისკუსიები მქონდა თვითონ უნგრეთის ცენტრალური ბანკის მენეჯმენტთან, ვინც მასპინძლობს ამ კონფერენციაზე და ეს ყოველთვის კარგი შესაძლებლობაა, რომ გავცვალოთ ერთმანეთთან ბოლო გამოცდილება ინფლაციასთან ბრძოლაში. თუ რა მაკროეკონომიკური ვითარება არის ამა თუ იმ ქვეყანაში და რა როლს ასრულებს ცენტრალური ბანკი მის ნორმალიზაციაში. ასევე ჩემთვის კარგი შესაძლებლობაა, რომ გავიგო უფრო მეტი სხვადასხვა პროგრამასთან დაკავშირებით, რომელშიც ჩვენც ვართ ჩართულები, მაგალითად იგივე სეპაში, იგივე ერთიანი ევროსაგადახდო სისტემაში სივრცეში გაწევრიანების თვალსაზრისით ვის რა პროგრესი აქვს და კიდევ რა ძალისხმევა უნდა გავწიოთ, რომ დავაჩქაროთ ეს პროცესი. კონფერენციის მთავარი თემაა როგორ აისახება გეოპოლიტიკა ჩვენს სამყაროზე. ჩვენ ვცხოვრობთ არაორდინალურ გარემოში, ამიტომ ეს პლატფორმა მნიშვნელოვანია, რომ გავუზიაროთ შეხედულებები მსოფლიო ლიდერებს. მივესალმები ამ პროცესში საქართველოს და საქართველოს ეროვნული ბანკის მონაწილეობას. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ მომავალში ჩვენი აქტივობით ყველა ჩვენგანს გვექნება მყარი ურთიერთობები კავკასიის რეგიონში, სადაც მსხვილი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი. უნგრეთის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებულ ამ კონფერენციაში ჯეფრი საქსიც მონაწილეობს, რომელმაც კომენტარი საქართველოზე გააკეთა. მიხარია ამ ღონისძიებაზე დასწრება, რომელიც მსოფლიოს ცენტრალური ბანკების ლიდერების შესანიშნავი შეხვედრაა. დისკუსიები მნიშვნელოვან თემებს მოიცავს. მიხარია საქართველოს ცენტრალური ბანკის ლიდერთან ერთად აქ ყოფნა. მასთან შესანიშნავი საუბარი მქონდა. მოუთმენლად ველი თბილისში, რაც შეიძლება მალე ჩასვლას, რადგან ყოველთვის როცა იქ ვარ, ძალიან კარგად მასპინძლობენ. კონფერენციაზე ვსაუბრობთ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მოვლენებზე. საქართველოს როლზე როგორც შუა დერეფნის ქვეყნის, მშვიდობაზე, ასევე ვისაუბრეთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციაზე, თანამშრომლობაზე, ეკონომიკურ ინვესტიციებზე, ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე. ესაა ამ შესანიშნავი თავყრილობის მთავარი მიზანი. თბილისის საკრებულოში წლის პირველი სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა 2025 წლის ბიუჯეტზე იმსჯელეს. ბიუჯეტი 209 მილიონი ლარით იზრდება და ჯამში 2 მილიარდ 192 ათასი ლარი იქნება. ეს ზრდა ქალაქში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და სოციალური დაცვის გაუმჯობესებას მოხმარდება. სხდომაზე განიხილეს რამდენიმე მუნიციპალური სააგენტოს რეორგანიზაცია, ასევე ავარიული შენობების რეაბილიტაცია, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას. სხდომაზე დაამტკიცეს განაშენიანების რეგულირების გეგმები და ზონალური ცვლილებები. ხდება ბიუჯეტის კორექტირება და იზრდება 209 მილიონით და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ის სარეკორდო ნიშნული 2 მილიარდ 192 მილიონი ლარი, რომელიც თბილისის ბიუჯეტით იქნება განსაზღვრული. ჩვენ ვფიქრობთ და ვგეგმავთ, რომ 2025 წელი იქნება თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელი ამ მხრივ, როგორც ინფრასტრუქტურის ნაწილით, როგორც ეკოლოგიური მიმართულებით, როგორც სატრანსპორტო პოლიტიკის, ასე ვთქვათ, რეფორმის განხორციელების მიზნით, ასევე რა თქმა უნდა, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა და სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია ცეცხლი სავარაუდოდ ერთ-ერთ მაღაზიას უკიდია. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანება, მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახური. ნინი მაისურაძე გვერდდება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის რა ვითარებაა ახლა ადგილზე.
ბაზრობაზე ორსართულიან შენობაზე გაჩენილი ხანძრის სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხე ამ დროისთვის მოხსნილია, როგორც თვითმხილველები ყვებიან თავდაპირველად მათ შენიშნეს ძლიერი დაკვამლიანება მათი ინფორმაციით ცეცხლი გაუჩნდა ერთ-ერთი მაღაზიის საწყობს, სადაც განთავსებული იყო საახალწლო აქსესუარები, შემდგომ კი უკვე გადავიდა ამ შენობის მეორე სართულზე არსებულ სხვა მაღაზიებსა და საწყობებზე, სადაც განთავსებული იყო საყოფო ცხოვრებო ნივთები, ტექნიკა, ასევე ტანის სამოსი. ისინი ამბობენ, რომ ძლიერი დაკვამლიანების გამო მალევე დატოვეს ტერიტორია. ოფიციალური ინფორმაციითაც შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა არავინ, როგორც საგანგებო მართვის სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა ჩვენთან განაცხადა. ტერიტორიაზე ხანძარი დაახლოებით დღის 3 საათზე დაიწყო და ამ დრომდე 120-მდე მეხანძრე მაშველი და 22 წყლის ცისტერნა მუშაობს იმისათვის, რომ ხანძარი საბოლოოდ იქნას ლიკვიდირებული. როგორც უკვე გითხარით, ხანძრის გავრცელების საფრთხე ამ დროისთვის მოხსნილია, თუმცა რა გახდა ოფიციალურად ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამას უკვე გამოძიება დაადგენს მოგვიანებით. დაახლოებით 15 საათზე შემოვიდა შეტყობინება 112-დან ხანძრის შესახებ. ამ დროისთვის ლილოს ბაზრობაზე გამწვარია დაახლოებით 5000 კვადრატული მეტრი, როგორც სასაწყობე ფართი, ასევე მაღაზიები. 120-ზე მეტი მეხანძრე მაშველია მობილიზებული, 22 ერთეული სახანძრო ავტოცისტერნა. 4 წუთში იყო პირველი ეკიპაჟები მოსული ხანძრის კერაზე, რამაც მოგვცა საშუალება, რომ ხანძრის გავრცელება არ მომხდარიყო. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, საბედნიეროდ დაშავებული არავინ არ არის და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ნაძვისხეები იყო, სათამაშოები იყო ნაძვისხის და პილოტექნიკა იყო, საწყობი მაღაზია იყო და დაბლა კიდე საწყობები, ფეხსაცმელები და 1000 რაღაცეების საწყობები. მეორე სართულზე ნაძვისხეებს მოეკიდა და მე იქიდან გადავიდა ეთყობა. სწრაფად აალდა და იქიდან დაიწყეს ჩაქრობა, რომ იქითკენ არ გადავიდეს რიგებისკენ, თორემ მთლად დაიღუპება ლილო. ყველა დაზღვეულია, ყველა იხდის დაზღვევის საფასურს. ჩვენი მაღაზიებიც აქ არის 7 სპილოარი, ერთი ეს ვიცი და მოდული შენობას ვეძახით და მეც ვერაფერს ვერ გეტყვი. თურქული მაღაზიები იყო, ჩანთების მაღაზიები, საწყობი რო არის თავისთავად, ახლა ისეთი საქონელია, რომ ადვილად აალებადი და ეთყობა მაგიტომ. ცეცხლი დაახლოებით 5000 კვადრატულ მეტრ ფართობს მოედო, როგორც უკვე გითხარით, დღის 3 საათიდან ამ დრომდე მეხანძრე მაშველები აქტიურად მუშაობენ იმისათვის, რომ ხანძარი საბოლოოდ იქნას ლიკვიდირებული და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის შესაბამისი ღონისძიებები. მადლობა ნინი მაისურაძეს. ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ფრანგულ რენეს უნივერსიტეტს შორის ორ დიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა განხორციელდა, რომელშიც ჩართული არიან სტუდენტები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს 3 კურსი და შეუძლიათ ინგლისურ ენაზე ისწავლონ. სტუდენტებმა საწარმოო პრაქტიკა გაიარეს როგორც ქართულ, ისე ფრანგულ საწარმოებში. პროგრამა 2020 წლიდან მოქმედებს. გასულ წელს მასში 13 სტუდენტი მონაწილეობდა, რომელთაგან 6-მა პრაქტიკა საფრანგეთში გაიარა. ჩვენ დღეს გადავწევთ 2 დიპლომს ჩვენს საყვარელ სტუდენტებს სასწავლო ტექნოლოგიებში, ეს არის აგრარული მეცნიერებების ფაკულტეტზე, რომლის მოდული არის წარმოების მართვარძის ინდუსტრიაში. ეს ჩვენი სტუდენტები არიან, რომლებმაც გაიარეს პრაქტიკა ჩვენს მეგობარ რენეს უნივერსიტეტში საფრანგეთში, ასევე მათ ასწავლიდნენ ფრანგი პედაგოგები ჩვენს პედაგოგებთან ერთად და მათ მიიღეს ეს 2 დიპლომი, რომელიც მათთვის იქნება საგზური ცხოვრებაში. გავიარე საწარმოო პრაქტიკები საფრანგეთის ქალაქ გაპთან ახლოს მდებარე სოფელ ლაეში, კერძოდ ქოლბოიარჩი, ეს არის რძის ქარხანა, იყო რძის საწარმო, სადაც სტაჟირებაზე ვიყავი 4 თვის განმავლობაში მივლინებული. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ცხოვრებისეულადაც, სწავლის მხრივაც ძალიან დიდი გამოცდილებაც, განათლებაც და სასიხარულო, რადგან მომეცა საშუალება, რომ იქიდან ჩამოტანილი ცოდნა განვავრცო. ახლა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ეთერს ნათია სორდია განაგრძობს სტუმრებთან ერთად. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.